საღამოშვიდობისა პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის. ოღონდ ცოტა უცნაური რაღაცა სიტუაცია გვაქვს, საერთოდ ადამიანი წერს წიგნს ხოლმე, ავტორი, მე პრეზენტაციას აკეთებს ხოლმე, ეს არის ჩვეულებრივი თანმიმდევრობა და აქ ცოტა უცნაურადაა საქმე. მე ეს წიგნი არ დამიწერია. მე წავიკითხე ლექციები. ანუ წიგნის ფორმა მიცა აზროვნების აკადემია. ეხლა რო წიგნი დაანონსა, თქვენ გონიათ მე როდის გავიგე? 10 წუთის წინ, მეორე. ასე რომ, აგერ ბატონო, ძირითადი შემსრულებლები ამ წიგნის, მეცაც გეტყვით, მე სარედაქციოდ რა თქმა უნდა ისევ ჩემ ხელში უნდა გაიაროს და მე მაგის დროც არ მქონდა და ძალიან დიდი მადლობა ჩემ შვილს, აგერ ანას, რომელსაც რედაქცია გაუკეთა, იმიტომ რომ ფსიქოლოგია და სწავლობს მაგაზე. გამოდის რომ მე მინიმალური მონაწილეობა მაქვს მიღებული, ხო მე გამიშვეს სადღაც სურათის გადასაღებად ეგეც ასე ვთქვათ გააკეთეს და გამოვიდა. ხო და ცოტა უცნაური რაღაცაა. ნუ რაც გამოვიდა, ეგ გამოვიდა, ვინც წაიკითხეთ, ნახეთ. უბრალოდ მე არ ველოდი რომ აი ეს რო გამოვიდოდა, ისეთი წიგნი იქნებოდა რომ ინტერესი გამოიწვია რა ძალიან ეგეთი მოლოდინი არ მქონდა. იმიტომ რომ ამას მოყვა რაღაც ტელევიზიებში მიწვევა და იყო ეგეთი სიტუაცია რომ სანამ გადაცემა დაიწყებოდა ძალიან ბევრმა მითხრა რომ მსგავსი ტიპის წიგნები დასავლეთში არის. ნუ არ ვთქვა. საქართველოში არ არის. სხვათაშორის ესეთი რაღაცაც მკითხეს რომ თქვენო ფსიქოლოგებიო, ქართველებიო, როგორ ფიქრობთ, რაც უფრო გაუგებრად წერთ, უფრო მაგრები ხართო თუ რაც უფრო გასაგებადო. აი ეს ჩემ წიგნს არ ეკუთვნით, პირიქით ლაპარაკობენ, რომ ყველაფერი გასაგებია და სხვებს რო კითხულობთ არ. და ძალიან დიდი თხოვნა იყო იმათგან, რომ მსგავსი რაღაცები გამოვიდეს. ეს არის ისეთი მასალა, რომელსაც ადამიანი იგებს და ჭირდება. ნუ ეს იყო იმათი შეფასება. წეგან თქვი რომ მთლიანად დამსახურება რა ის ამ წიგნის დაბადების ასე ვთქვათ არის აზროვნების აკადემიის და ალბათ კარგი გააკეთეს, იმიტომ რომ აი იცით როგორ არის ამათ ვერ გაუძლებ რა პრესინგს გეთამაშებიან, გირეკავენ ესე და ესენი რო არ ყოფილიყვნენ, მე ამისთვის ან მოვიცლიდი, ან გამონახავდი დროს, ან საერთოდ იმიტომ რომ კი მინდა წიგნის დაწერა ზოგადად, მაგრამ იცით რამდენი წელია მინდა 15-20 წელია უბრალოდ წარმოდგენილი როგორ მაქვს იცი რომ სადღაც ვარ კაი ადგილას, დილას არსად არ მივდივარ, შვენიერი ამინდია, ყავა დავლი და დავჯექი დასაწერად და ეს კადრი იმდენად მაქვს დაფიქსირებული და არასდროს არ არის ეგრე რომ დილას ავდგე, არსად არ მივდიოდე და ამიტომ ამ კადრის უქონლობის გამო გადავდე ამ წიგნმა ერთადერთი რაც ჩემთვის გააკეთა ის რომ მივხვდი რომ უნდა ასე ვთქვათ ვიფიქრო უკვე მე ჩავერთო ეს ისე გამოვიდა გითხარით ეხლა უკვე ლექციას რო ვკითხულობ მეშინია რომ ესენი მე წიგნს გამოცემენ და იმ ლექციაში ვითვალისწინებ რომ ისე ვილაპარაკო რომ ადვილი სარედაქციო იყოს იმიტომ რომ ძალიან ძნელი ყოფილა რედაქტირება ლექციის ნახეთ როცა ზეპირად ვლაპარაკობთ მე შეიძლება ნახევარი წინადადებით გამოვიდე და ვიცი რომ გაიგეთ და ახლა წიგნში ეს ნახევარი წინადადება არ გამოდის და სერიოზული სირთულეს წარმოადგენს ასეთი ტიპის რედაქტირება. აი ეს იყო მეორე პრობლემა რაც ჰქონდა ხო, ჰქონდა ის რომ თემები მოიყარა თავი, რა თემებიც მოიყარა, ეგეც სპონტანურია. მე და აგერ ბატონი თორნიკე ფიქრობდით რომ სათაური როგორ წასულიყო და ესეც ამაში ჩემი შვილი მომეხმარა სათაური არის უბრალოდ თემების ჩამონათვალი, მაგრამ სათაურიც გამოვიდა რაღაცა ეფექტური. ესე გაჩნდა ეს წიგნი, ასე ვთქვათ. მე არ ვიცი თქვენ ვინც წაიკითხეთ რა შთაბეჭდილება დატოვა და რა ხდება შიგნით, როგორ იკითხება. ამიტომ რა თქმა უნდა ეგეც ჩემთვის საინტერესოა. მეტი ახლა წიგნთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ისტორია მოგეყევით როგორ გამოვიდა თემები შიგნითა ბატონო, თან ეს თემებიც აღებულია ზოგი ლექცია არის თქვათ 3 წლის წინ თუ 2 წლის წინ წაკითხული ზოგი შუაში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იქ რაც მე ვნახე, რაც გამოგზავნეს იმ ნაწილში რა თემებიც არის, გარკვეული ცვლილებები არის, ახლა რო ლექციას ვკითხულობ, რაღაცები დაემატა და გასწორდა.
აი ესეთი ისტორია იყო. არ ვიცი როგორ გავაგრძელო ეს თქვენთან ეს შემდგომი ამბავი. ლექცია არ არის, წიგნის პრეზენტაცია. შეგვიძლია ესე გავაკეთოთ, რომ გინდა იმ თემების ირგვლივ, გინდა წიგნის ირგვლივ, სრულიად თავისუფალია ჩვენი შეხვედრა ამ რაღაცებისგან, არაფერი სათაური არ აქვს. ამიტომ თქვენ ინტერესს მაქსიმალურად დავაკმაყოფილებ იქიდან გამომდინარე რა კითხვებიც იქნება. აი ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა. გისმენთ. ძალიან დიდი მადლობა პროექტში. ერთ-ერთი ძალიან პოზიტიური და ყველასთვის საყვარელი ფსიქოლოგიური ძადები და ხაის პირობაში არ ჩამოვარდოთ მადლობას. და მე წარმოვიდგენთ ფიცზე რა ხდებოდა. ანუ მოიცოდნენ რომ ასამნების აკადემიაში დავდიოდი, ყველა მირეკავდა და მთხოვდა რომ რამენაირად ეს იგი რაღაცნაირად ხელში ჩაგორდებინე, იმიტომ რომ რაღაცა დიდი ხანია ველოდებით და მართლა ძალიან დიდი მოლოდინი იყო და ძალიან დიდი მადლობა მართლა ესეთი კარგი წიგნისთვის. მე პირადად ძალიან კარგად გამოვიყენე ჩემს ვებინარებში განსაკუთრებით სიყვარულის თემა. იმიტომ რომ როგორც წესი ფსიქოლოგები ნაკლებად აღიარებენ ამ თემას და ამბობენ, ნუ განმარტება არ არსებობსო და რაღაცა უფრო ზოგადი საუბრებია ხოლმე და თქვენ ძალიან საინტერესო გქონდეთ ჩამოყალიბებული სამი ეტაპი განსაკუთრებით, ეს აბსტრაქტული იდეალის შექმნა, შემდეგ უკვე სოციუმში ძებნა და აი ეს ტოლვა, რომელიც ძირითადი, ასე ვთქვათ, ჩართულია ამ ძნობის და ძალიან კარგად მიიღო საზოგადოებამ და ძალიან საინტერესოდ და მეც კარგად გამოვიყენე, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო მოპოვება ამ ინფორმაციის. ფსიქოლოგები რაღაცა უფრო ნაკლებად ეხებიან ხოლმე ძალიან დაშორებში და უგუნესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო მართლა და რა ვიცი, კიდევ უფრო დეტალებშიც თუ ჩავალთ. როგორც თქვენ გინდათ, რაც შეეხება იმ თემას სიყვარულთან დაკავშირებით, 3 სტადია კი არა, თქვენ თუ მასალებს მოძებნით, არის 3 სტადია, 5 სტადია, 7 სტადია, ანუ ძალიან ბევრი თემაა მაგას. იმდენი თემა ლიტერატურაში, საიდანაც გინდა მიოდექით და მიუხედავად ამისა, ეს საკითხი რჩება პრობლემურად. როგორც ვთქვი, რადგან რჩება პრობლემურად, კი იცის აგერ თორნიკემ, აქ ჩვენ რაღაცები დავიწყეთ, ჩვენ დავიწყეთ ამის შესწავლა. იცით რომ ლაბორატორია მაქვს ჩემით და იქ დავიწყეთ უკვე ნაბიჯ შესწავლა. 2 ეტაპი პრინციპში დამთავრებული, კიდე 3 რაღაცა აკლია და იქაც ძალიან საინტერესო შედეგებს ვხებულობთ ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ასე რომ პრობლემა და ის ალბათ იქნება ლექციების სახითაც იქნება და წიგნის სახითაც იქნება, იმიტომ რომ ის უკვე არ არის მოსაზრებები, ის არის რეალური კვლევა. კვლევა არის საინტერესო იმ ხრივ, რომ წარმოგიდგენთ რამდენი ადამიანი უნდა გამოკითხო. ანუ ინტერვიუს ფორმატი აქვს. ინტერვიუ გართულებულია იმით, რომ ხანდისხან ადამიანმა თვითონ არ იცის რა მოხდა, ანუ რა ხდებოდა და ამიტომ ჩაღრმავებული ინტერვიუ რა არის. უნდა მიიყვანო იქამდე და ის ხალხი, ვისთანაც ინტერვიუ ჰქონდა, ხშირად აღმოჩენას თვითონ აკეთებენ, იმიტომ რომ დაფიქრდა რეალური რა იყო, რა ხდებოდა იქ და აი ესე მე აი ამ განზოგადოებული ანალიზით, ასე ვთქვათ, ხო? ძალიან საინტერესო რაღაცა. ნუ მე გეტყვით მაგალითად ესეთი რაღაცა იყო, ერთს მოდი ესე ინტრიგას შევიტან ამ თემასთან დაკავშირებით, იყო ეგეთი რაღაცა. პირველი ეტაპი იყო ჩამრთველი. ჩამრთველი ნიშნავს აი რომელიღაცა ხალი გამოვარჩიე. ან კაცი გამოვარჩიე. 10 კაცი ან 20 ხალია და რატომ მაინც და მაინც ეს? ნუ პირველად რო კითხო, გეტყვია რომ სიმპათიური იყო. ეგ ჩვენ არ გვაწყობს კვლევის დროს სიმპათიური არა, რა? ანუ ჩვენ გვაინტერესებს დეტალი. აი ეს არის რთული რა და თვითონაც უცებ ვერ გცემს პასუხს რა, ხო, რა. ამიტომ სამუშაო პროცესი თვითონ ინტერვიუსი არის ესეთი ძალიან შემოქმედებითი და ჩაძიებითი. თუმცა იმას გეტყვით, რომ პრობლემა ინტერვიუს დროს არ აქვს. ნებისმიერი ადამიანი გიჯდება სალაპარაკოდ. ნებისმიერი ეგ რო ვინმე ძალიან დიდი თხოვნა დაგჭირდეს, არა, იმიტომ რომ თვითონაც აინტერესებს. მოკლედ აი ესეთი მასალების ანალიზის მერე მაგალითად, მივიღეთ ესეთი. ხო, პატარას გეტყვით ხო, იმიტომ რომ ცლად მერე ის რა ქვია, აზრი არის, მაგალითად აღმოაჩენთ ეგეთი რაღაცა, რომ
პირველი მომენტი, რა მას ყურადღება უნდა მიიქციოს, ეს არის მეორე სქესში, სხვა სქესში, სქესის ნიშნის წაკითხვა, ანუ პრიორიტეტულად ეს უნდა გადავიდეს. რას ნიშნავს მოკლედ გეტყვით რა? თუ მე სადღაც რა ვიცი დავდივარ, დავუშვათ უნივერსიტეტში ვსწავლობ ან სამსახურში ვარ, თუ პრიორიტეტები ვიღაცის აღქმაში ესე მაქვს, რომ ეს არის ჩემი თანამშრომელი ან ჩემი თანაკურსელი რაღაცა და მესამე რიგში მაქვს, რომ ეს არის ქალი ან კაცი, ეს უნდა წავიდეს პირველ რიგში. ანუ რო შემოგხედავს, ჯერ უნდა გაიფიქროს, რომ ქალი. პირველში უნდა გადავიდეს, ანუ მესამედან უნდა დავიდეს პირველში. ეს ადვილი გასაკეთებელია. სხვადასხვა რატო მოვკიდეთ მაგას ხელი რა, ძალიან საინტერესოა. მოვკიდეთ ხელი ამ თემას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კაი გოგოა და ქალია, ძალიან ბევრი კაი კაცია და ესენი ერთმანეთს არ აღიარებენ როგორც პარტნიორებად. ანუ პოზიტიურ დახასიათებას გეტყვის სიტყვაზე, აი ძალიან კაი კაცია, ძალიან კარგი, მაგრამ როგორც პარტნიორს ვერ აღიარებს. ასევე ქალი მეგობრობისთვის პრობლემა არ არის, როგორც პარტნიორს და აი ეგ იყო საინტერესო, რატო არის ამდენი ხალხი, რომელიც ვერ ამ აღქმაში არ თავსდება რა. ხო, კაცებმა იციან, რომ ქალებს უყვართ ყველაზე ნაძირალა მამაკაცები და პირიქით, ანუ და პირიქით არის ხო. ხო და რა იგულისხმება ეს გამწარებული აქედან კაცი და ქალი ამბობს ხოლმე თორემ, მაგრამ რეალურად რა მექანიზმი მუშაობს. რა თქმა უნდა, თუ მაგალითად ერთი რაც აღმოვაჩინეთ, რომ სქესის ნიშანი უნდა წააკითხო, ეხლა დარჩა ძალიან ადვილი. როგორ უნდა გააგზავნო ის გზავნილი, რომ სქესის ნიშანი იყოს წააკითხული. ახლა აქ უკვე გავჩერდები და აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის. ანუ ამის სწავლებაც შეიძლება. და იმ ხალხს სხვათა შორის ამ კვლევების მერე მქონდა იდეა, რომ დაავეხმარო ამ ხალხს რა, რომ ეს გზავნილი როგორ უნდა წავიდე. იგივე სქესის ნიშანი ჭირდება კაცსაც, სქესის ნიშანი ქალთან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ურთიერთობები და მეორე რაც მოგცა ამისმა ანალიზმა, აღმოჩნდა, რომ ქალისთვის კაცი ხდება საინტერესო, თუ მასში წაიკითხა დომინანტობა. თუ დომინანტობას ვერ კითხულობს, ის მისთვის საინტერესო მამაკაცი არ არის. ანუ თავის თავზე დომინანტი უნდა იყოს. კაცი უნდა იყოს დომინანტური, მაშინ დააინტერესებს. საპირისპიროდ ვერ დავარქმევ ამას, იმას რა ქვია, სახელს, დაახლოებით ეგეთი რაღაცა გამოდის. მოკლედ მამაკაცმა უნდა გაიფიქროს ობიექტზე, სხერპლს ვერ გეტყვი, მაგრამ რომ მოერევა იმას, ოღონდ ფიზიკურად ჭიდაობაში არ ვამბობ. მიხდით, ეს ილუზია თუ რაღაც უნდა შექმნა და ამის მესიჯიც არის, როგორ უნდა გააგზავნოს ქალმა, რომ იმან ეგ გაიფიქროს, არაფერი პრობლემა არ აქვს. და პირიქით ესეც ვისწავლ. დომინანტობაც გამოვყავით. იმიტომ რომ სამი ტიპის დომინანტობაა, სადაც აქცევს ყურადღებას, ეს უბრალოდ ახლა კაცების სასარგებლოდ ლაპარაკობ, იქით ამ ხარჯზე. დომინანტობა არის სამი ტიპის, რაც ჩვენ მივიღეთ, ეს არის ფიზიკური და დომინანტობას ნახეთ რა მხელა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ რომ ვეუბნევით, რომ აბა დაწერე როგორი გინდა შენ წარმოიდგინო შენი პარტნიორი ერთი ქალი არ მინახია, ვინც დაწერა რომ ჩემზე დაბალიო. არ არსებობს და მაღალი უკვე გიჩვენებს რომ დომინანტობა ჭირდება. მარტო ფიზიკურ მახასიათებლებში რო არა თქვათ იმაზე, ხო? დომინანტობა მეთქი გითხარით და სიმა. ანუ მარტივი დომინანტობა პირველი ეს არის ფიზიკური მხარე, აი მხარი ბეჭი რაღაც მაღალი ეგეთი ტიპი, აი რო აგიყვანს ხელში და ხო, ნუ მეორე ტიპის დომინანტობა, რასაც არის დომინანტური მომენტი, ეს არის სოციალური დომინანტობა, ანუ მოწონთ პოპულარული ტიპები. ანუ ნახე, ისეთი ტიპია, ლიდერია, ჯგუფს უყვარს და ესეთი და მესამე ინტელექტუალური დომინანტობა. ამ სამი ნიშნიდან ერთი მაინც თუ ვერ დაინახა, ის კაცი საინტერესო ინტერესს არ წარმოადგენს. თქვენ წარმოადგენთ სამივე თუ ერთ კაცში დაინახა, ხო სულ გაგიჟდება, მაგრამ როგორც წესი სამივე ერთში თითქმის არ არსებობს. იმიტომ რომ როგორც ვატყობთ, მან შეიძლება ფროიდის ცოტა სწორი იყოს, როდესაც ერთი უპირატესობა აქვს, სხვა ორს ძალას არ ვატან თავს რა, იმიტომ რომ ამით ვიგებ ხო. თუ დახალბერტე ქალეცი ამბობდა, რომ განსაკუთრებით წარმოუდგენიათ ესეთიო, რომ ესეთი უნდა იყოს ხარბეჭიან, ისევისაც აი დაეყრდნობიან და დაცულად იგზავნენ თავს. ხო, ეგ პირველი ეტაპიდან რაც გითხარით და დანარჩენი, ასე ვთქვათ, რაც მეორე ეტაპზე რაც არის, მეორე ეტაპზე არის აღმოჩენა საკმარისი არ არის საინტერესო დაზუსტებები. ანუ ვიპოვე ეს ქალი, მაგრამ ახლა შევცდი თუ არ შევცდი ამაზეა საუბარი რა, ვაზუსტებ ურთიერთობაში. აქაც საინტერესო სხვაობა აღმოვაჩინეთ მამაკაცებს და ქალებს შორის.
კაცი ამას აზუსტებს ამ ქალის თავისთან მიმართებაში ქცევებით. და ქალები აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს ქულები ეწერება დააკლდებათ, როგორ ურთიერთობს ის სხვებთან. რა უთხრა ტაქსის მძღოლს, თავის ძმაკაც როგორ დაელაპარაკა, როგორ იხუმრა საზოგადოებაში. ანუ იქ ქულები ან გემატება, ან გაკლდება. ხო და კაცსა მასთან მიმართებაში. ეს სერიოზული სხვაობა მოქცა დაზუსტების პერიოდში. ამიტომ კაცები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ნებისმიერი მისი გარეთ აქცევა. აი ძაღლს მოეფერა თუ არა, ეგეც კი ქულა ან არ არის ქულა. ხო, ასე რომ ეგ სხვაობა მივიღეთ და ნუ აი კიდე, ნუ მესამე ეტაპი სულ არ დაგვიწყია, ის არის უკვე ურთიერთობის სტაბილიზაცია და მე უკვე ანუ რო გადაწყვიტე რომ ურთიერთობა გქონდეს. ხო, და მივიდივართ აი ამ გზით და შესაბამისად წიგნით საინტერესო გამოვა ლექციაც, იმიტომ რომ კიდე გეუბნები, ეს არ არის არც ფილოსოფოსების მოსაზრებები, არც ბრძნული აზრები, არც შეყვარებული კაცის და არაშეყვარებული ადამიანების ლაპარაკი, არამედ რასაც მოგცემს ეს შედეგები. იმისთვის რომ ჩვენ უფრო ზუსტები ვიყოთ, იცით როგორ ხდება კვლევა, ხო? ვიღებთ დიდ ნაწილს ინტერვიუებისა, კიდურა წევრებს არ განვიხილავთ. ნუ კიდურა რას ნიშნავს, ვიღაცას რაღაც უკუღმართი რაღაც აქვს, არა, ჩვენ ვიღებთ ზოგად კანონზომიერებებს. ამისთვის რომ კვლევა იყოს სანდო, გჭირდება დიდი რაოდენობა ხალხის, რომ იმის ანალიზმა დადოს გარკვეული ფაქტორი. აი ეს არის და ეს. მე უბრალოდ რა კონტექსტში შევხედი ამას. და ძალიან მძიმე შეცდომები კაცთან რაც არ უნდა აკეთო. ნუ ახლა იცი რა არის მაშინ და გადავაკეთო ისტორია, იმიტომ რომ ახლა ესე თუ მოვყევი იდენტიფიკაციამდე ხო არ მივალთ. ერთხელ ეგრე მომევიდა რაღაც მოვყევი და ჯგუფში აღმოჩნდა ვინც იცნობს ტიპს და ეგეო ის ხო არ არისო და მე ძლივს გადმოვედი. ამიტომ არ მინდა ზუსტად ეგეთი რაღაცები ნუ კაი, დაახლოებით ანალოგიას მოვიყვან, ეს ამაზე არ მქონდა მხედველობაში, მაგრამ სიტყვაზე რა, კონფლიქტი მაქვს, თუ ისა მინდა დაალაგდეს და ნახე, ბავშვებს არ გაჩვენებ. დაუშვათ. ანუ მე მინდა კაი ურთიერთობა და დავიწყე. ბავშვებს არ გაეკარე. და თან მინდა შენთან კაი ურთიერთობა. აბა დაფიქრდი, ბავშვებს რო არ მაჩვენებ. შენ პოზიტივში ხარ ჩემთან, უკვე კიდე გამაბრაზ. და ეხლა მივყევით, ეხლა აღარ მინდა ძალიან დაღწე და ყველაფერი გამიკეთე საშინელება და მე გინდა რომ მოვიდე და მიყვარდე. მიხვდით, ამას ვლაპარაკობ რა, და ეხლა ნუ მიხვდით, ეხლა ზუსტად არ მინდა ჩამონათვალ და 35 კაცი იმ კაცს ისეთი რაღაცები გაუკეთა თავისთვის რომ ის დარიყო და ეგ რო გაგეკეთებინა, საერთოდ გაიქცეოდა იქ. და სურვილი ერთი გაქვს, ამიტომ არის ხოლმე შეკითხვა რომ რა გინდა ვეუბნები, კაცო, თუ დაშორება გინდათ, არც ეგაა პრობლემა, თუ ერთად ყოფნა გინდათ, რასაც შენაკ არ არის ეგ სიყვარული. სიყვარული არ არის, მე სულ მე ვამბობ, ყველგან მე მგონი მანდაც მიწერია, რომ სიყვარულს უნდა სწავლა. სიყვარული არ არის ტოვის მომენტი და ის არის ძალიან ადამიანური და სოციალური და წარმოედგინე, როცა მიყვარხარ წესით პატივსაც გცემ და გენდობი. და არა მაშინ გენდობი, როცა შენ კარგად იქცევით, რომ მე ხო მიყვარხარ, ყოველთვის უნდა იყოს ეს. თორე ეგრე პატივს ნებისმიერი ჩვენგანი ცემს, თუ კარგად გექცევიან, შენ ცემ. შენ წარმოიდგინე, შენ გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ ყოველ დროს და ყოველ წუთას აბა დამავიწყდა რომ მიყვარხარ და გირტყავ რა არის ვერ გავეგე ანუ ხო ის არის რა დღეს ვერ ვიყავი ხასიათზე და რაღაცა ხო ეს მომენტია ასე რომ იქ დაფიქრება საჭირო და ძლიერი გზნობა ჯერტი სიყვარული არის სტაბილური გზნობა ეს არის დღეს მიყვარხარ ხვალ აღარ მიყვარხარ ეგრე არ ხდება სიყვარულში ეგ ტოლვა არის ჩვეულებრივი მოთხოვნილება და ტოლვაზე რა არის ნუ შეიძლება დღეს გინდა მე თან ეს ტოლვა ხო ქალებს უფრო ეშლება ტოლვა არის ჩვეულებრივი მოთხოვნილება როგორც ჭამის მოთხოვნილება. აი იმ მოთხოვნილების კატეგორიაში გადის. რატო არის გართულებული? ანუ რატო არის ძირითადი? იმიტომ რომ სექსუალური მოთხოვნილების დროს შენ გჭირდება პარტნიორად აუცილებლად მეორე ადამიანი და ეს ართულებს. იმიტომ რომ ჭამის მოთხოვნილების დროს არ დაკავს ეს გოჭი იმაში კინოში სანამ შეჭამ. და ამიტომ ის ადვილია ჩვეულებრივ სიტუაციას და აქ მოითხოვს უკვე ინტერაქციებს. მხოლოდ ამიტომაა რთული. თორე ვიღაცა რო წარმოვიდგინოთ და დავაბად და არ ვაჭამოთ და მე სექსი შეთავაზო გეტყვის რა დროს სექსი ნორმალურ თუ ხარ მშიავ გიждდები ხო?
ეგეთი ვარიანტი. ამიტომ აი სხვაობა ეგ არ და სიყვარული არის ადამიანური გრძნობა თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ ნახეთ არ უყვარს ხოლმე იმ ადამიანს ამ კითხვის დასმა რატო გიყვარს და ბრაზდება შეყვარული რას ქვია რატო მიყვარს რატო იცი თუ შენ ვერ მიიღე განსაზღვრება რატო გიყვარს პიროვნული თვისებები უნდა ჩათვალო რომ ტოლვა გაქვს და მეტი არაფერი იტყუებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ახლა ტოლვაზე დავიყვანო. მაგრამ მეორე ვარიანტია, თუ ტოლვაზე დაიყვანე, მე უკვე აღარ ბრაზდებ, ხე ტოლვაზე რამდენი ვიღაც მოგდომები, ეგრე თავს ხوار გაიგიჟებ, მაშინ საპანიკო არა გაქვს არა. ხო, სხვა ვარიანტში ადამიანური თვისებები უნდა წამოვიდეს, რატო გიყვარს. კი, მაგრამ ბატონო ზურაბა. სიტყვა მაგრამ არის მკვლელი ნაწილი, ამიტომ კი აღარ გინდოდა. კარგი. კაი, მაგრams არ ვიქნებ. მეორეს მხრივ ეს ხოჯობია. მეორეს მხრივ მაშინ ესე ვიუდგეთ, რომ უპირობო სიყვარული არის სიყვარული, ესეც რო ამბობენ თქვა ფსიქოლოგები, ანუ არა თქვა რაღაცა იმოთქვა რომ აი ამისთვის მიყვარს და იმისთვის არა, ნუ მიყვარს ეს ადამიანი და მოჭრა ხო. ნუ ფსიქოლოგები ამბობენ, არ მინდა უპირობო სიყვარული რა არის ვერ გავიგე. ანუ მე მოვდივარ დაუშვათ გირტყავ გცემ შეურაცხყოფას გაყენებ გაგორებ და რა უპირობო ეგ არის ესე იგი ყოფილა პირობიანი ხედავ არ არის ეგრე რაღაცა უნდა იყოს რასაც მე ვამბობ როცა ბატონო უანგარო კი ბატონო გავიგე უანგაროც იცი რა არის ფსიქოლოგია ცოტა გარყვნილი მეცნიერებაა ამ ხრივ უანგარო მეგობარიც არ არსებობს იმიტომ რომ ის რაღაც ფუნქციას ხლა ჩვენ ანგარებაში სულ გულისხმობთ ფული მოგეცი თუ რაღაც ეს არა მაგრამ რეალურად უანგარო სიყვარულის ცნება აი ეს თამია ნუ ყოფით ცხოვრებაში ლაპარაკობენ რომ მე გამორჩენაზე არ ვარ მაგრამ რეალურად მჭირდები და ამ შემთხვევაში ანგარება მაინც ანუ მჭირდები იმიტომ რომ ჩვენ რომ მეგობრებს ვირჩევთ მეგობრები ეგრე ხო არ აგვირჩევია მაშინ როგორ აირჩევდი იცი გაიფიქრებდი რომ 5 მეგობარი მინდა 1 2 3 4 5 დანარჩენი ზედმეტი ხართ ეგრე არ ვირჩევთ ანუ ის რაღაცას გიკმაყოფილებს შენ ცხოვრებაში რაღაცას აკეთებს ოღონდ მატერიალურს არ გულისხმობ მე ხვდით თქვენ გჭირდებათ მასთან მეგობრება რა არ ყოფილა დროებითი მეგობრები მაგალითად როგორ იმას რაღაცა პრობლემები აქვს ფინანსურზე არ ვლაპარაკო მაშინ ჭირდები აი პატარა ბიჭი ჩვეულებრივ რო იზრდება ხო იცი იმას რო კითხულობენ შეიძლება თუ არა ქალი კაცს მეგობრობა ნუ რაღაც დაახლოებით იმ სიმღერიდან არის როდის ჭირდება ხოლმე გოგო მეგობარი ნამდვილად როცა შეყვარებულია მეორეზე და ბიჭი აღარ მაწყობს იმით რომ ბიჭები ჩემნაირად ფიქრობენ და მე მაინტერესებს გოგოები როგორ ფიქრობენ და რომელ მეგობარს არჩევს ხოლმე აუცილებლად იმის დაკალს ანუ ცდილობს რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს რომ გაერკვეს იმაში წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საჭიროება რო არ დამდგარიყო ბიჭებს ურჩევნიათ ბიჭებთან მეგობრობა მეტი საერთო გვაქვს ფეხბურთზე ვლაპარაკობთ რაღაც რატო ანუ ამ გოგო მეგობარმა შემივსო ის დეფიციტური მხარე რომელიც მე მეკლდაი ესე არ არის ხო არა გოგოებს ეხო იმიტომ რომ იქით გაინტერესებს და ეხლა მე მჭირდება ვიღაცას კი დავეკითხო და ეს არის მაგრამ ფსიქოლოგიამ და კაცობრიობამ ვერ გაიგოთ იქიდან რა საჭირო მოთხოვნილება ხორნის თუ შეხედავთ წერს რომ სიყვარულის მოთხოვნილება არის როგორი ორპოლუსიანი მოთხოვნილება შენ გაქვს მოთხოვნილება ნუ ეს ადამიანი რას ამტკიცებს ზოგადად გაქვს მოთხოვნილება რომ ვინმე გიყვარდეს და ასევე გაქვს ზოგადად მოთხოვნილება რომ ვინმეს უყვარდე ისე რა ობიექტის გარეშე ანუ შენი მზაობა რომ ვიღაცა გიყვარდეს და ვიღაცას უყვარდე ეს მოთხოვნილება ადამიანს აქვს ეს მომენტი ასევე მეორე შენ გინდა ვიღაცაზე ზრუნავდე ეგ შენი სურვილია და ვიღაცა ზრუნავდეს და მაგალითად გოგოებზე ნათქვამია როდის უნდა მიხვდე მზად არის თუ არა გათხოვების ხო ან ყვავილი უნდა მიცე ან რაღაც და როგორც კი ის თუ დაჭკნა ეს ნიშნავს რომ ის მზად არ არის ანუ ზრუნვის მოთხოვნილება არა ან ცხოველი ან რა თუ უყურებ რომ იმასთან იმიტომ რომ ზრუნვის მოთხოვნილება ჩვეულებრივი მოთხოვნილება დაკმაყოფილება შინაბერა ქალები რო არიან ნახე ვიღაცა უნდა ავიყვანო იმიტომ რომ ეს ზრუნვის მოთხოვნილება დავიკმაყოფილო კატა ძაღლი სულ ერთია დამოკიდებულებებზე მინდა თუ შეგიძლიათ თქვენი აზრი გითხრათ როგორც არის მაგალითად ნარკომანია, ბუდუმანია. ამ ხელოვნებები არის
ამ პრობლემის ასე ფართოდი გავრცელებით ქვეყანაში. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მზარდია განსაკუთრებით. ნუ კარგი. ლუდომანიას რაც შეეხება ამას პირველი მიზეზი რა არის ვერ გეტყვით, მაგრამ ნარკომანიაზე იქიდან გამომდინარე, რომ მომართვიანობა და ლაპარაკი ძალიან ბევრია, თქვენ წარმოედგინეთ ეს ბოლო 2 წლის ამბავია. ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ დავიწყებთ, რომ ესეთი მსჯელობა, რომ რაღაცა კლუბური ნარკოტიკია, ჩემი სხეული, ჩემია და რაღაც ეგეთები, მარიხუანას მოხმარება არის გაზრდილი ბავშვებში. მაგალითად ერთი მერვე კლასელი თუ მერვე არა, მე 9 კლასელი თუ რაღაც ეგეთი, ბიჭი მიყვება, რომ დედაჩემი მაგარი ის არისო რა. ვითომ თანამედროვეაო, რანაირ თანამედროვეა, იქ ვიყავითო ჩემ კლასელთან და მამამისმა გამოიტანაო ბიჭებს დაგვიდო ეს მარიხუანა, ბიჭებო, იგრიალეთო და რაღაც ესეთი. და თulis რომ დედამისი არ არის თანამედროვე ამის გამო. არა და რეალურად ახლა თუ კარგად შეიხედავთ მარიხუანაზე ვლაპარაკობ. მე მუშაობ ხო ბევრგან მუშაობ ეგეთი ბუნება მაქვს და ეხლა ერთ-ერთი სამსახური ექიმებთან მაქვს, სხვათა შორის ბოლო წელს მგონი გინეკოლოგიაშიც და რაღაცებშიც კარგად გავიგე. ის მარიხუანა პირდაპირ მოქმედებს მამაკაცის სასქესო უჯრედზე, ანუ სპერმაზე და იწვევს ცვლილებებს. ანუ რეალურად შენ უკვე გარანტია აღარ აქვს, რომ ჯანმრთელი ბავშვი გექნება. და აი მიდგომამ რომ ვითომ რა, ეხლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგოა თუ ქალია, რომელიც მეუბნება, ნუ ჩემი ქმარი ეწევა. და ქმრისგან არის ესეთი ტექსტი, რომ რა გინდა, ვერ გავიგე, რამეს ვაშავებ, ხანდისგან დაბოლე, რამე გაკლია ოჯახში. აი ეს დამოკიდებულება გააკეთეს ვიღაცებმა ტელევიზიით. გირჩია თუ არ გირჩი, მაგრამ ეს დამოკიდებულება რეალურად არ არის ნარკოტიკებთან დაკავშირებული და ცოტა მოვიხმარე და ხანდახან მოვიხმარე თუ არა, არ არის. იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებული ხარ ბიოქიმიურ ცვლილებაზე ნარკოტიკების გავლენით, ხო? ესე იგი მე რას ვაკეთებ? იმის მაგერად რომ თქვენი დანახვამ გამხადოს ბედნიერი, მე ჭირდება რაღაცა რომ ბედნიერი გავხდე. ანუ სხვა რაღაცაზე უკვე სუსტი ხარ და უკვე დამოკიდებულება ფსიქოლოგიურადაც ცუდია და რაც შეეხება იმის მხრივ რა ქვია, მე ხო ჩემს საგერგებნებით პირდაპირ ეს ეხება მარიხუანას სხვათა შორის რაც ცვლილებას ახდენს მამაკაცის. ხო, მაგალითად ერთი ეს მომენტია და მეორე მოდაში წამოვიდა, იცით რა კიდე 15-16 წლის ასაკში. მოდას საიდან ვაგო ბოლო წლის განმავლობაში 11 მშობლის თხოვნა, რომ ბავშვი მივიდა და სქესი არ მინდა რაც ვარ. არ ყოფილა ეს არც 2 წლის წინ, არც 5 წლის წინ, არ მშობლებთან წამოვიდა და მე ამ პრობლემებში რო ჩავიხედე, იმიტომ რომ პრაქტიკა მაჩვენა, მოდაა კი, სუფთა პროპაგანდა, იმიტომ რომ მაგალითად რო ვიყო, როგორც ჩვენ გვიყვარს ინგლისურად ლაპარაკი cool ტიპი, უნდა ვიყო რა არის მოდაში, რომ უნდა ვიყო ბისექსუალი, არა ბი, უნდა ვიყო. ეს მოდა წამოვიდა. ყველაზე ძალიან ეს ურტყავს ხოლმე მშობელს, რა, მშობლისთვის არის უცებ წარმოიდგინე ბიჭი შემოვიდა და გეუბნება გოგო ვარო, გოგო შემოვიდა ბიჭი. და ამიტომ ეს მშობლები ძალიან ამდენი მომართვიანობა მე არ მინახე. ასაკიც გითხარით. და როცა ლექციაზე რაღაცა მსგავსი თქვი, სტუდენტმა თქვა, რომ ხო, ეგ პროგრესია, ნახე რა წამოწდა. პროგრესია. ანუ ვიღაცამ შექმნა ტრენდი, ანუ მიმართულება და მოდა გააკეთა. როცა ამ ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა, ვინც არის, ხო, სქესის სხვა სქესი რომ მათ დამიდასტურეს ჩატი აქვთ, რაღაც ერთი გოგოები არიან, რაღაც 300 გოგო არ შეგინთ თუ რაღაც. და იმ გოგოებთან თქვა, აქედან 70%-იო უბრალოდ მოდას არის აყოლილი. ანუ თვითონ ის მეუბნება. ეს გოგო რომელიც ბიჭია თუ როგორ თქვა ვეღარ გავიგე ხო. ასე თქვა, ესეთი სიტუაცია. ასე რომ ამებს გავლენები აქვს, აბსოლუტურად არაფერ შუაში არის აქ რა ქვია. არაფერ შუაში არ არის ქართველობა, მართლმადიდებლობა, ტრადიციონალური, მაგრამ ტიპები თვლიან რომ ეს არის პროგრესი. და ეს ტრენდი შექმნეს. ანუ მაგარი ტიპი თუ ხარ, ესე უნდა ფიქრო. მე სიტყვით შემიძლია თქვენი ბიოქიმია ვცვალო. აგერ რო უთხრა რაღაც ძალიან კარგი და გავახარო, გამოიყვება დოფამინი. ნახე, სიტყვით უთხარი და ჩავერიე ბიოქიმიაში. ხო? და თუ გავაბედნიერე აქეთა მხარეს საერთოდ ინტერესებთ, ეგეც შესწავლილი იყოს საკითხი და ერთ-ერთი სტრატეგია არის, კაცებს აქვთ ქალებთან მიმართებაში გარკვეული კონცეფციები და სხვადასხვა კონცეფცია. მაგალითად ერთ-ერთი კონცეფცია არის, რომ აუცილებლად გათხოვილ უნდა იყოს ქალი, რომ ამან დაიჭიროს ურთიერთობა. კი, მაგას ამბობს, ვერსად ვერ იტყვის,
და არაფერ პრობლემას არ ქმნის. და დაცულია სად მაქვს ეხლა ის პირველი კაცი რო ხარ და არ ყოი იმის თავი სად მაქვს ამიტომ აქ გარანტირებული ანუ კონცეფციაც კი აქვს ეგეთი რა ანუ გათხოვილი თუ არა ხარ არა ინტერესს კი ბატონო აი როცა ხარ წარმოგებული ადამიანი რა გახსნა პოლიციაში მაგრამ აი თქოს არ არის ასე კი არა ხარ რეალიზებული ჩვეულებრივია თუ რეალიზებას ზოგადად შევხედავთ ადამიანს ჭირდება რეალიზება რამდენიმე სფეროში რეალიზება ნახეთ რა არის საზოგადოებაში სადაც ჩვენ ვართ იქ ითვლება რაღაცად რომ მაგარი ხარ ან არა ხარ მაგარი ნუ ესე რომ დავარქვა არის რამდენიმე სფერო ერთი სფერო ვილაპარაკეთ ესე იგი სხვა სქესთან უნდა ვიყო რეალიზებული ვიღაც კაცი უნდა იყოს თუ ქალი უნდა იყოს ასე შემდეგ მეორე რეალიზება ეს მომენტი არის რა სოციალური სტატუსი გაქვს საზოგადოებაში როგორი ხარ შენ ახლობლებთან ურთიერთობაში მეგობრებში და რა როგორი გაქვს ოჯახი ასე ვთქვათ მიხდით და ხო სტატუსი სოციალური სტატუსი განისაზღვრება კარიერა თუ ამ სფეროებში ყველგან შენ კმაყოფილი ხარ შენ უკვე ბედნიერებასთან ძალიან ახლოს ახარ თუმცა მეორე რაღაცასაც გეტყვით რადგან ეს ვახსენე თუ ამ სფეროებში კმაყოფილი ხარ ეგეთ სიტუაცია იყო ჩემთან რომ ერთი ადამიანი მოვიდა აი ესეთი ცნობით რომ უნდა გაშორდეს მეუღლეს ხო და ნუ კი გაგირთულებდათ ყველას ურთულებს შეცდომების შიში არის არა რატო ხო და ვიცი მესმის რომ ეგ არის მაგრამ არაფერი პირიქით უფრო ძლიერი ხარ როცა შეცდომის არ გეშინია ვიდრე შეცდომის რო გეშინია სუსტი ხარ წარმოიდგინე თუ მე შიში მაქვს მაინც სუსტი ვარ ასე რომ თქვენ ამ პარტანობას მოემატება თუ თქვენ დაუშვებთ რომ შეცდომა პრობლემა არ არის და არაფერი არ მოაკლდება პირიქით გაცილებით ძლიერად იგრძნობ იმ ადამიანზე ვისაც შეცდომის შიში აქვს აი თუ არის შესაძლებელი რომ ნების გამო თქვა კაცი წავიდეს სხვა ქალთან და მოიყვანოს ცოლად რის გამო ნების გამო და ანუ ეს გაგრძელდეს მერე ანუ ქორწინებით დამთავრდეს და ანუ ჩვეულებრივ გაგრძელდეს ეს ყველაფერი რამდენად არის ეს შესაძლებელი არა ნუ კითხვა მე ვერ გეტყვით იმდენად არის რამდენადაც ეს შესაძლებელია პასუხი ეგეთია და საერთოდ იცოდეთ რომ ზოგადად კაცები არიან ზარმაცები ხშირ შემთხვევაში კაცი მიდის იმიტომ რომ შენ არასწორად მოიქეცი კაცი იმდენად ზარმაცია დააკვირდით რემონტის და ახალი ბინის ინიციატორი არის ხოლმე ხალი კაც მაგრა ეზარება წასვლა რა მართლა ეზარება რა იმდენად არ უყვარს და ხშირ შემთხვევაში ამას უწყობთ ხოლმე უწყობთ ისე თქვი გეგონება მე ხალი ვარ მაგრამ უწყობს ხალი ხელს რომ მალე წავიდეს ამიტომ თუ სწორად მოიქცევი სავარაუდოდ არ წავა იშვიათად რომ ეგეთი ვიღაცა აღმოჩნდეს რა არცადაც არ წავა მართლა ზარმაცი ურჩევნია თავის აგერ მეზობელს იცნობს რაღაც სავარძელი აქვს თავის რა გადადი ეხლა სადღაც აი გაიხსენეთ და ნახეთ მართლა ესეა ყველა რემონტის ყველა ახალი ბინის ინიციატორი არის ხალი ნუ კაცს ეს ეზარება რა უბრალოდ ეზარება და შენ უნდა უჩიჩხინო ეგ რომ მიდი რა რაღაცა კიდე იქნებ კიდე რაღაცა გავაკეთოთ და ის ხო ხო კალა თქვენ როგორც დაშორდა შვილს საერთოდ შვილი ყავს შვილია ხო შემთხვევა რომ ის დათმაც ერთ შეგოთან იზრდება და მოხდება ამ შემთხვევაში იმ შობელმა რომელიც შედარებით იშვიათად ნახულობს და უნდა გააკეთოს იმისათვის რომ ბავშვმა არ იგზნოს ეს რაღაცა მარტივას კარგი ხო მეტრო პასუხი ეგ რომ თუ ვერ ნახულა უყურეთ ბავშვთან ურთი შეიძლება გაუცხოვარონოს და ბავშვმა არ იგზნოს აღზის მომენტში რაღაცა ბავშვთან უნდა რაღაცა პერიოდი გაატაროს თუ ესეთი სიტუაცია კაი ხშირად ყოველდღე ვერ ვნახულობ თუ რაღაცა მაშინ ესეთი მომენტია აი ერთი დღე რო ნახავ დილიდან საღამომდე ის ბავშვი და შენ ხართ მარტო ურთიერთობაში აიგეთ დილიდან საღამომდე არ ითვლება ეს
ეს კონტაქტი, რა თქმა უნდა, ისიც შეიძლება, მაგრამ ქართული ქცევები კაცების ესეთია. მე ავიღე ჩემი შვილი, რომელიც რაღაცა წლისაა, მოვედი შენთან. და შენი შვილიც ამის წლისა. ესენი თამაშობენ, მე და შენ ნარც თამაშობ სიტყვას. და მგონია, რომ ბავშვი ჩემთან იყო. არ არის მაშინ ბავშვი შენთან. ამიტომ თქვენ გინდათ სრულყოფილი კონტაქტი. სრულყოფილი ნიშნავს, რომ მთელი დღე ამ ბავშვთან. ეს ნიშნავს, რომ იხუმრეთ, იმაიმუნეთ, სერიოზულად ილაპარაკეთ, ანუ მთელი დღე მიეცი. და თუ ძირითადად კაცებს ეხება ხოლმე ეს იშვიათად რომ ქალის დადიოდეს და კაცების კონტაქტი ბავშვებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ადრე მეგონა რომ ბიჭებისთვის აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ქცევითი მოდელი კაცის უნდა იყოს, ისტორიებით, რომელსაც მე ვხვდები უკვე ეს პრობლემური ისტორიებზე, მე მგონი გოგოსთვის გაცილებით მეტი ღირებულება აქვს მამასთან ურთიერთობას. და ამათი პატარების ოცნებები ბავშვების დიდობაში რო იხსენებს. ნახე, იხსენებს რომ სკოლაში ვიღაცა მამამ მოაკითხა. და ეს ოცნებობს რომ მამა ჩემი რომ მოვიდეს. ისეთი საყვარელი ოცნებები აქვს ამ ბავშვებს და კაცები ცოტა უყურადღებოდ არიან რა, იმიტომ რომ მამაკაცი ძალიან ვერ ერკვევა ასეთ ფაქის საკითხებში, ძირითადად ეს გონია რა, ფული ხო გააკაცო. რა პრობლემა ხო არა. და კონტაქტი რა არის? რა გონიათ კონტაქტი? რა ხდება სკოლაში თუ რა ვიცი, ბაღში? კითხე, ეს არ არის. არა, რო კითხო გაქვს თუ არა, გეუბნება და ეს არ არის. ეს არის მთელი დღე მიეცი რა, ერთი დღე აჩუქე რა და გაყევი ყველგან. ცოტა ხანი იმის ცხოვრებითი ცხოვრობს, ცოტა ხანი ის შენთან იქნება როგორც, იმიტომ რომ კითხვები უნდა, იმან და დაგინახოს, შენ როგორ იქცევი რა. ეს მაინც უნდა გააკეთო. ყოველდღე თუ არ ხვდები, თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა გააკეთო და ეხლა თუ კიდე არ ხვდები და მაშინ ნუ რა ვიცი ეხლა. ბატონო? არა, რატო იცი მესმის რომ ძალიან დაკავებულია, მაგრამ ერთი დღე, 60 დღიდან ერთი დღე დაწერე განცხადება, რა ვიცი, day off-ი აიღე, ან რაღაცა ქენი. ეგ ძალიან ცუდია, ხო, ეგეთი ბავშვებიც ყავს. მე გოგოები განსაკუთრებით კი, დედა, იქა მამა, მე გეტყვით რომ აი მართლა ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ამათი მამა და დედა მე გამოვდივარ როგორც ვატყო. ყველა მიმართვა არის ჩემსკენ ის რაც შეიძლება და მშობელთან ეკითხა. და მყავს ესე 21 წლის, 20 წლის, 19, თან რამდენი წელი ეს წასულება 5 წელია წასული. აქ ბებია და ბაბუასთან არის და ფენომენია, ცოლს ამშობდებიან და შვილებს ივიწყებენ. ფენომენი რატო ვერ ხვდები, მაგრამ 5 წლის წინ დაშავდნენ და ნუ აი მაცემები მოსდის ბავშვი. შვილი არ გავიგე ხო, მაგრამ ნუ ახლა ეს კონკრეტულ ტიპებზე ხო არ ვლაპარაკობთ, არ უნახავს, არ უნდა შვილს არ აღიარებს, ან არ იცის, ან პატარაა. აგერ ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც შვილი, თქვა, ასაკში ყოლია, აი რო ყოფილა, რომ 18-19 წელს იყო გათხოვდა და ცოლი მოიყვანა და მესამე შვილი ყავთ დაუშვათ 35 წლის. კითხეთ აბა იმას. აი ეს მესამე შვილი მიხვდა რომ შვილია. ეს პირველი რომ არა, მერე არის რა არ მოდის. ისე როგორც ბავშვის მხრიდან რა, ხა დედა თუ ეგეთი ხარ რომ დუღარეში დებ შვილს და რაღაც უთოსადებ არ ეყარები. მაგრამ როგორც ასე ეგეთი დედები არ არიან. ამიტომ იქ ეს არის უპირობო, ანუ აი მაგალითად აგრესიას რო ვისწავლობდით მეთქი რა, საინტერესოა ესე იგი ქალს რო უთხრა რომ შენი ქმარი თქვა იდიოტიაო, შეიძლება გითხრას იდიოტი და ნაძირალა და ბავშვზე რო უთხრა რომ ცალიყური დიდი აქო, მოგკლავს. ესე იგი ბავშვზე კრიტიკული არაფერი არ კი იცით, ყველა ბავშვით რო შეგხვდები რა უნდა თქვა, უირა საყვარელი, აბა უთხარი რა ამხელა ცხვირია. მეორე დღესვე შენ გადასული ხარ მტრებ, კი რაც არ უნდა ახლობელი იყო. და ამას რო ვამბობ, თვითონ ქალები ამეუბნებიან, სწორია, ერთი მიყვება, ჩემმა შვილმა გამაბრაზდაო და დედ ჩემს უყვებიო. ესე იგი, ეს უყვება დედამისს როგორ გამაბრაზდა, დედ რო შევაფასეო, დედ და ჩემი დამეთანხმო და დედ ჩემზე გავცოფტიო. არ და მე ვუთხარ და იმან ვთხრა ხო. ასე რომ მამასთან ურთიერთობები ნამდვილად ჭირდება რომ ანუ ურთიერთ სიყვარული მოხდეს, ნუ ქალების, შვილების მიმართ ნორმალურია, მაგრამ არაობიექტურები არის. ნუ ზოგადად ისე ამბობენ ხოლმე, რომ კიდე კაცს ჯერ ცოლი უნდა უყვარდესო და მერე შვილებიო და ქალებიო პირიქით არიანო.
ეკითხა იმას, ეკითხა ჩემმა მეუღლემ დამესვა და ზუსტად ეგ პასუხი მივეცი და მე მკითხა მე რატო ვარ პირიქითო და იმიტომ რომ ქალი ხარ მე ვთხარ. კი, იმიტომ რომ ქალისთვის ბავშვი ხდება პირველი, მაგრამ ლოგიკურად რო იმჯეროთ კაცები ვართ სწორი და გეტყვი რატო. მე ხო ეს ქალი შემიყვარდა. ეს ბავშვი გაჩნდა და ნახე მე რასო რო გაჩნდა ის უფრო მიყვარს ვიდრე მე რო შემიყვარდი. ლოგიკურად ესე უნდა იყო, მაგრამ გახსოვს რო გითხარი რაღაცებს ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ კაცი ხარ და ქალსაც მართლა ეგრე აქვს ხოლმე. ოღონდ ვერ აგიხსნი, იმიტომ რომ დედა ხარ რა, ისე ჩვენ რო ქართველ დედებს უყვართ შვილები, ყველა დედას უყვარს შვილი. აგერ რაღაცა იყო კიდე იმაზე, ქსელში ის არა, ამხელა კობრა მიდის და ის წიწილებს იცავს ქათამი. ნუ ჩხუბია რა. ინსტინქტურია. გადაფარებულია. რა გამორჩევა? მოდი ესე გავაკეთოთ. ეგ კითხვები არის არა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დასმული. ეგ არის გარკვეული სიტუაციები, ვინ გამოარჩია, რა გამოარჩია. კი ბატონო, გეტყვით. ისედაც ესეა, ბიჭებს უფრო ბიჭები არის, მამებს უფრო გოგოების მიმართ აქ დამოკიდებული, დედეს ბიჭების მიმართ. ეხლა ის მეტყვის ეფროიდიო კიდე. არა, ხო, ამიტომ არა, ეს რეალურად ესეა. რეალურად ესეა. რაღაცებს რომ ვიკვლევდით ამ გოგოების და ბიჭების ამბავს, გეტყვით რა ის იყო, გაეროს შეკვეთა იყო, აღმოაჩინა გაერ და სწორად აღმოაჩინეს სელექციური აბორტი. სელექციური აბორტი იცის სქესის მიხედვით. და აღმოაჩენს ძალიან სტატისტიკას უყურეს და უყურეს, რომ თუ ჩვეულებრივად ჩდებოდა პირველი მეორე ბავშვი, მესამე ყველას ბიჭი ყავს. და აქ შეებარათ რანაირად შეიძლება უცებ სტატისტიკამ დაადოს მესამე და მეოთხე ბიჭი. და ეს იყო კახეთის რეგიონი და აზერბაიჯანის მოსახლეობა. იქ რო ჩავედი, რა თქმა უნდა, კაცები შევკრიბე რა, ამიტომ რომ უნდა გარკვევა ჭირდებოდათ რა დამოკიდებულება. ყველა კაცმა, კახელმაც და აზერბაიჯანელმაც თქვა ეგეთი რაღაცა, რომ გოგოზე თბილი და ტკბილი შვილი არ არის. მაგრამ პირველი გვარს არ აგძელებს, ეგოისტური მოთხოვნა რა, სხვა გვარი აქვს. და მეორე იყო კახურად ძალიან სასაცილო რაღაცა თქვა, წარმოიდგინეო რა, მთელი ცხოვრება შრომობო, რაღაცები გავაკეთე. მოვა ვიღაც ეს იდიოტი სიძე და იმას დაუტოვო ყველაფერიო. ანუ და მითხეს რომ ბატონო, ხო, კარგი, ეხლა არც აქცენტი არ დავიღო. ხო და ეგ იყო პრობლემა. მეტი არაფერი. და სულ ისიც მეუბნე რომ ერთი ბიჭი მყავდესო რა და დანარჩენი თუ კიდე 28 გოგო იყოს. ბიჭი რატო არ მოწონთ? იმიტომ რომ მუტრუკია. ვერ მოეფერები, რო გაიზარდა უკვე, კარგი რა. და ამიტომ რეალურად დამოკიდებულება გოგოების მიმართ ყველამ აიქ, ვინც იყო, იმ ხალხმა სადაც ელექციური, ყველამ თვითონ ილაპარაკა, როცა ინტერვიუს მიღებთ, რომ გოგო ძალიან უყვართ რა, იმიტომ რომ თბილია, ყურადღებიანია, ბატონო? ბიჭი, ხო, რატო იცი კიდე ის რო დამცინებს მეორე ჩემი მეზობელი რა, სულ გოგოებს აკეთებ და არა ბიჭა. ხო, ეგეთი ვარიანტია. ეს მართლა გეუბნებით, ეგენი თამაშობს როლს რა, მოქმედებს. გოგო ყავდა, ყველას ბიჭები ყავდა, დაეცეს მეგობრებს და იძახოდა რომ ბაშკაცი ის არისო, ანუ კაი. მე ბიჭი გაუჩნდა, ეხლა რა სიტყვია. მე შეცვალა და ეს რაღაც ყველაფერი. შემდეგი ციგნი რომ გამარა, არის შეყარებული წყვილი და ნუ ბიჭი ამკეთებს რომ მიყავარ, სულ მინორებს ამას ისე ეკითხები რომ რატო გიყვარდა პასუხს ვერ იცის. აი ესე უმცნაური. ანუ ეს ნიშნავს აუცილებლად იმას რომ მას უყოვა. თუ შეიძლება გავიხსნით და მაგრამ ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით, იმ ბიჭს მოიყვანეთ და გავარკვევთ, დაუშვათ, იმიტომ რომ მართლა საიდან უნდა გითხრათ. რადგან მიყვარხარ გითხრა, მოდი ცოტა ლოგიკურად მეყვეთ. თუ გითხრა მიყვარხარ ხანდისხან არის კაცისგან მოდის იმ შემთხვევაში, რომელსაც ეშინია რომ სხვა ურთიერთობა რო შემოგთავაზოს მუშს დაარტყა. ამიტომ არის ტიპაჟი, რომელსაც გამოცდილება არ აქვს, პირდაპირ გეუბნება მაქსიმუმს, რომ რამე რო იყოს არ გაართულს. ეს არის შიში ხოლმე. ერთი კატეგორია ეს. მეორე კატეგორია მართლა უყვარხარ. ასე რომ თუ ძალიან გაინტერესებს თუ მის გამოცდილებას გაითვალისწინებ, ადრე ყავდა თუ არ ყავდა, შეგიძლია ეს მიყვარხარ შეაფასო ან ერთი კატეგორიიდან, ან მეორე კატეგორიიდან გამომდინარე. არის ტიპი, რომელიც ქალს ვერ ეტყვის, რომ რამე სხვა ურთიერთობა პირდაპირ ცოლად გამომყევის ეუბნება. ამიტომ რომ ცოლად გამომყევის შეთავაზების შემთხვევაში ის რისკს არ ეჩხუბები რა. არ ეტყვი ვის გაუბედე. უბრალოდ ეტყვი ან არას, ან ანკის. სხვა ურთიერთობაზე ვერ მომყევხარ, ეგ ტიპები არიან, აი 7 ცოლი რო ყავთ ხოლმე. ნუ ახლა წარმოგიდგენ, პირველი კაი შეგეშალა, მეორე კიდე და მესამე თუ გეშლება, ეს კადრებს ვერ არჩევ, ხო, უნდა მიხვდე, ხო? მე 7 ცოლი რა არის. ეს ნიშნავს, რომ სხვანაირად ურთიერთობა ვერ მიმყავს, თუ ცოლად არ მოვიყვანე.
ხო, 7 ცოლი ნიშნავს, რომ ქალებში დადიხარ და რა. რატო აგროვებ ამ ცოლებს, ვერ გავიგე 28 ცოლი, ხო ეს? მე მაგალითად ოჯახი გადავარჩი, რომელსაც ქმარი ვარ მეუბნებაო, მიყვარხარო და აუხსენი, რომ ჩემი არქი პირიქით მეუბნებიან, თუ მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ესეა თქო და დიდი მადლობაო ოჯახი. კარგით, მოდი დავამთავროთ, მაინც მე მგონი ცოტა არ დაგტოვეთ უკმაყოფილო, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი როგორ წავიდო და გამოვიდა ცოტა ლექციასავით, ცოტა თქვენი შეხვედრისათვის. ეტო ის შეხვედრაც, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერი თემა სალექციო არ ქონდა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან შეხვედრა. კარგით.